მშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გთხოვთ გამორთოთ მობილური ტელეფონები, რათა ჩვენ დღევანდელი საღამო იწერება და უეცარმაზარმა არ შეუშალოს ხელი საღამოს ცვლილება. დიდი მადლობა კონსტანტინე ვარდელის სახელობის ამ არაჩვეულებრივ კვარტეტს და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. საღამო მშვიდობის მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რათა ერთმანეთს და ზოგადად ქართულ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მომავალ 2026 წელს ჩვენი ქვეყნის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის იუბილე უნდა აღინიშნოს, მას შემდეგ რაც დედოფალი ნანასა და მირიან მეფის გადაწყვეტილებით ქვეყნის მომავალი შეიცვალა და საქართველო ოფიციალურად გაქრისტიანდა. ეს ამბავი მოხდა 326 წელს, ზუსტად 1700 წლის წინათ. ის რაც გვაერთიანებს, ასეთია ღონისძიებების სერიის სახელწოდება, რომელიც სათავეს სწორედ დღეიდან იღებს. პროექტის იდეა ეკუთვნის ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პოპულარიზაციის სამეცნიერო ცენტრს, რისთვისაც ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით ვუხდით მადლობას. საეკლესიო გადმოცემით მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა ღვთისმშობელთან ერთად წილი ყარეს იმის დასადგენად, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ეკადაგა ღვთის სიტყვა, ღვთისმშობელს წილად ხვდა იბერია. საქართველოში გამომგზავრებამდე ზეციურ დედოფალს გამოეცხადა მაცხოვარი და აკურთხა, რომ მის ნაცვლად წილხვედრ ქვეყანაში საქადაგებლად მისივე ხელთუქმნელი ხატით წარეგზავნა ანდრია პირველწოდებული. ანდრია მოციქულის ქადაგებით ჩვენს ქვეყანაში პირველივე საუკუნეში დაფუძნდა ქრისტიანული თემები. მისი ლოცვით შეიმუსრა კერპები, იკურნებოდნენ სნეულები. სოსანგეთში თანამედროვე აწყურში ანდრია მოციქულმა ყდრეთით აღადგინა იმ მხარის მთავრის ერთადერთი ვაჟიშვილი. ამ სასწაულის გამო ხელთუქმნელი ხატი დარჩა სოსანგეთში და მოგვიანებით მას აწყურის ღვთისმშობელი ეწოდა. ჩვენ ახლა ისევ კვარტეტს უნდა დაუთმოთ დრო და ვაჟა აზარაშვილის ნოქციონს მოусმინოთ.
დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ კვარტეტს. შეკითხვაზე თუ რამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და როგორ მოვედით დღემდე, როგორ შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა, ალბათ პასუხი ერთია, ეს არის ქრისტიანობა და ერთგულება ჩვენი რწმენისა და ღირებულებებისა. ეს ყველაფერი კი გამოხატულია ქართულ კულტურაში, რომლის უნიკალურობა მსოფლიომ არაერთხელ აღიარა. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი კი ჩვენი ფოლკლორი და მრავალხმიანობაა. როცა მრავალხმიანობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გვახსენდება კოსმოსი და ჩაკრულო, მაგრამ თვითონ კონტექსტია აქ მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ, ნასამ გადაწყვიტა, რომ ხმები გაეგზავნათ დედამიწიდან და როგორი ხმები შეირჩა. აფრიკელი დედის იავნანა, წყაროს რაკრაკი, ჩიტის ჭიკჭიკი და ჩაკრულო. კიდევ სხვა რამდენიმე ხმასთან ერთად და რა საამაყოა, რომ ჩვენი ჩაკრულო იქ კოსმოსშიც ჟღერს. სცენაზეა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი მარგალიტი.
უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა 3 საუკუნის მანძილზე ემზადებოდა ღვთისმშობლის შეწევნით ქრისტიანობის საყოველთაო გამოცხადებისთვის. ეს პროცესი მე-4 საუკუნის დასაწყისში 326 წელს წმინდა ნინოს ქადაგებით დაგვირგვინდა მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მოქცევის შემდეგ მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღსრულდა ქართველი ერის საყოველთაო ნათლობა. ძალიან ხშირად მიფიქრია თავად საეკლესიო გადმოცემის შესახებ, ამბები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენი ინტელექტუალური მეხსიერებით უკვე მოდვიდა დღემდე და ჩვენ უკვე ეს უნდა გავაგრძელოთ და გადავცეთ შემდეგ თავს. რა თქმა უნდა, ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი მახასიათებელია ღვთაებრივი და ადამიანური ნების და ენერგიის გაერთიანება, ანუ სინერგიული ცნობიერება და ცხოვრების წესი. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხედრილობამ თავიდანვე განსაზღვრა ჩვენი ერის განსაკუთრებული მსახურება ღვთისა და მამულის წინაშე, ხოლო მცხეთაში დავანებულმა უფლის განუყოფელი კვართის მადლმა მოგვანიჭა ძალა სარწმუნოებრივი ერთსულოვნებისა. ამ სულისკვეთებას ზედმიწევნით გამოხატავს წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ანდერძი. ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა. Sapirus chmelec zur muchto
სული ჩამდგმელო მხარეო ოდელა აბადელიო ოდელია ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ფორმულა გიორგი მერჩულემ გამოთქვა. ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, სადაც ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენი ეროვნული ცნობიერება ქრისტიანული სულისკვეთებით იყო განსჭვალული. ქართული ერთიანობისთვის მამულის, ანუ ქვეყნის ერთიანობა და ძლიერება დამოკიდებული იყო სარწმუნოებისა და ენის, ანუ სულიერებისა და ინტელექტის, მტკიცე და ორგანულ კავშირზე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იულია მეორე ბრძანებს, რომ საქართველოს ოქროს ხანას გრიგოლ ხანძთელის ეპოქამ ჩაუყარა საძირკველი, ხოლო დავით აღმაშენებელმა ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული ქვეყანა სრულყოფის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. წელს 8 თებერვალს შესრულდება 900 წელი წმინდა მეფის გარდაცვალებიდან. დავით აღმაშენებლის მიერ აგებული გელათის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეწოდა მეორე იერუსალიმი, ანუ ტაძარი სულიერებისა და სხვა ათინა, ანუ სავანე ინტელექტისა, დიდმა მეფემ დაგვიტოვა როგორც ანდერძი სარწმუნოებისა და ენის ჰარმონიული კავშირის საფუძველზე ქვეყნის შენებისთვის. ქართველ მეფეთა ღვაწლს უკავშირდება ასევე ახალგაზრდობის განსწავლისათვის ზრუნვა. გელათის აკადემიაში ასწავლიდნენ როგორც საღვთისმეტყველო, ისე საერო მეცნიერებებს გამორჩეული სწავლულები, მათ შორის ივანე პეტრიძე და არსენ იყალთოელი. განათლებული თაობის აღზრდა იყო ჩვენი ეკლესია მონასტრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ჩვენს მუსიკალურ პროგრამას ახლა ახალგაზრდა მუსიკოსები გააგრძელებენ. და სცენაზე უნდა მოვიწვიოთ მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, გამორჩეული ჩელისტი და ხელოვანი ლიზი რამიშვილი. და 5 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი პიანისტი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გერმანიაში გამართულ კონკურსზე მთავარი ჯილდოს გარდა 3 სპეციალური პრიზით დაიმსახურა. სანდრო გეგეჭკორი.
დიდი მადლობა სანდროს, დიდი მადლობა ლიზის. უნდა მოგახსენოთ, რომ დავით აღმაშენებლის შემდეგ ერთნაირად ჰარმონიულად არ ყოფილა ჩვენი ინტელექტუალური თუ სახელმწიფოებრივი პროცესი, ხან მაღლა ვიყავი და ხან დაგბლა კარდიოგრამის ის არის, ხან როგორ დადიოდა და ხან როგორ, მაგრამ მთავარი ღირებულებისთვის ჩვენს ქვეყანას არასოდეს უღალატია. საკუთარი მრწამსისადმი ერთგულების უბრწყინვალესი მაგალითი ჩვენი ერის ისტორიაში შეგვიძლია თქვათ, რომ იყო დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი. უსასტიკესი წამების დათმენით მან არა მარტო გამუსულმანებას გადაარჩინა იმ დროს უკიდურესად დაუძლურებული საქართველოს მოსახლეობა, არამედ მისი გმირობა იყო მაგალითი, მისაბაძი მაგალითი ევროპისთვისაც. და ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება ერთი ადამიანის გმირობამ გადაარჩინოს მთელი ერის სულიერი მდგომარეობა და უნდა მოგახსენოთ, რომ გასული წლის 26 სექტემბერს წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წელი შესრულდა. საქართველოს პატრიარქის კურთხევით ამ თარიღის აღნიშვნა გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ 1700 წლის თავის თარიღის აღნიშვნა ქართლის მოქცევისა, ბევრი რამის გამო, ერთი ისტორიის, იმ ტრადიციის, იმ ადამიანების პატივისცემისთვის, ვინც სიცოცხლე გაწირა და დღემდე მოიტანა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გასააზრებლად ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს ყოფაში. ანა კალანდაძეს აქვს ერთი არაჩვეულებრივი ლექსი, მოდიოდა ნინო მთებით, მოდიოდა და იქ არის ფრაზა, მაგრამ წმენა ავალებდა რაოდენს. აი ეს რაოდენია გასააზრებელი ჩვენს ყოფიერებაში და ალბათ ეს შეხვედრების ციკლით, რომელიც გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს, ამისთვის იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საჭიროც ალბათ. ჩვენს ერთს გამუდმებით უწევდა არაერთ პრობლემასთან გამკლავება, მაგრამ უკიდურესად რთული და ძნელი აღმოჩნდა ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებაში მე-19 საუკუნე. არ ვიცით რანი ყოფილვართ, არ ვხედავთ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. გულის ტკივილით ამბობდა ამას წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე. ამ პერიოდიდან სჯულის ხმლით დაცვა სულიერი და ინტელექტუალური ბრძოლის ფორმებმა შეცვალა. დავით აღმაშენებლის მსგავსად მამულის, ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღორძინების საფუძვლად ილია მართალი ენისა და სარწმუნოების, ანუ იგივე ინტელექტისა და სულიერების ჰარმონიულ კავშირს ხედავდა. მე-19 საუკუნეში ჩვენი თვითმყოფადობის სამივე ბურჯი, მამული, ენა და სარწმუნოება ჩამოშლის პირას იყო. რუსეთის იმპერიამ გააუქმა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოუკიდებლობა, აკრძალა სწავლა-განათლება და ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. და ალბათ ამ ვითარებაში ხსნა იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გახსნა დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და სხვათა ერთიანობით, რომელმაც დაცემული ცნობიერება ნელ-ნელა ფეხზე წამოაყენა. სადაც აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდა თაობა და სტუდენტები. და სწორედ ახალგაზრდა თაობას უნდა დაუთმოთ ისევ სცენა, სრულიად გამორჩეულ ხელოვანებს ჩვენი ქვეყნისა, მე მინდა მოვიწვიო ჯაზ პიანისტი ლუკა თობურია და ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის სასწავლებლის მაგისტრი ლიზა კერესელიძე. მივესალმეთ.
ლიზა კერესელიძე და ლუკა თოფურია. დიდი ბავშვებო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კულტურულ საგანმანათლებლო მოღვაწეობის პარალელურად სასულიერო პირების, მათ შორის უპირველესად წმინდა კათოლიკოს პატრიარქი კირიონის და წმინდა მღვდელმთავრების გაბრიელ ქიქოძისა და ალექსანდრე ოქროპირიძის ბრძოლამ ეკლესიაში ქართული სულის შენარჩუნებისა და ავტოკეფალიის აღდგენისთვის ახალი ძალების შემატა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ქართული საზოგადოების ერთობლივმა სულიერმა და ინტელექტუალურმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. 1917 წელს აღდგა საეკლესიო, ხოლო 1918 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა და 1921 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ გააუქმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ხოლო ათეისტურმა იდეოლოგიამ არა მარტო უკიდურესად შეზღუდა ეკლესიის მოქმედების არეალი, არამედ მისი სრული განადგურება დაისახა მიზნად. მე-20 საუკუნეში ჩვენი ერი თვითმყოფადობის სამი ბურჯიდან რეალურად მხოლოდ ენას, ანუ ეროვნულ ინტელექტუალურ მოღვაწეობას ეყრდნობოდა. ახლა კი სცენაზე უნდა მოვიწვიოთ მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე, გთხოვთ ბექნუ, რომელიც შემოგთავაზებს დავით გურამიშვილის, მორის ფოცხიშვილის, მურმან ლებანიცისა და გოდერძი ჩოხელის სხვადასხვა ლექსებს. ცეცხლში აწამებენ ქეთევან დედოფალს რკინით დაუშანთეს მკლავი გარს შემოწყობილი ურჯულო თათრების თხოვენ მიატოვოს ჯვარი მას კი ერთადერთი დიდი სურვილი აქვს უფალს არ გაშორდეს თავით სული ხორცს ეყრება ის მაინც ლოცულობს ამინ დედოფალო ამინ ვაირა კარგი საჩინო რავად მიგიჩნიესო ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ გაგარჩიესო მაცხოვნებელი შენ მათი წარმწყმედად მიგიჩნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაირა კარგი საჩინო რავად მიგიჩნიესო ღვთის საიდუმლო გაგტეხეს გულში ვერ დაგიტიესო 30 ვერცხლად გაგყიდეს ისიც კი დააბნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაირა კარგი საჩინო რავად მიგიჩნიესო შეგიბყრეს თვისი დამხსნელი საბელი მოგახვიესო მაგრა შეგიკრეს ხელები უფალს არ აქთნიესო ავაზაგზე და გაგცვალეს ბარაბა მათი რჩიესო ურიგო სიტყვა შეგკადრეს გაგლანძღეს გაგათრიესო ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი ნუნები აგატკიერსო ბრალობის სისხლი თავზე და შვილი თურთ გარდინ თხიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაირა კარგი საჩინო რავად მიგიჩნიესო ხელდაბანილთა შოლტიქცეს მსხვერპლს სისხლი შეურიესო ჯვარით გარდმოხსნეს წაგგრაგნეს ტილოში გაგახვიესო დაგმარხენ მკვდარსაც არ გენდვნენ გარს მცველნი შემოხვიესო ქმენ სულ გრძელება მათსედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო დიდება მოთმინებასა შენსა
უფალო იესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო კი სარწმუნოება ჩემი მხნეობა კი ჩემი სატკივარი ჩემი ხეობა კი ჩემი მდინარე ურა ფაზისია კი ჩემი საქართველო ულამაზესია ერთად იწვიან და ერთურც აბრწყინებენ ძმებს არ ამცირებენ მტერს არ აცინებენ ავსულს თრგუნავენ და კარგ ყმას ამკვიდრებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები ბალხთან ბალღობენ და ქალთან რაინდობენ ხვნაში კაცობენ და მკაში კაფიობენ ჯილდოთ ჯინჯილებს და ჩინებს არითხოვენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები თუ რამ ცოდვები აქვთ ერთ კაცს არ კიდებენ თავად კოტრდებიან და სხვებს ამდიდრებენ უხვად არიგებენ სარჩოს სალხინებელს და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები რასაც ღაღადებენ სულ ნაღდს ღაღადებენ ხატებს ხატავენ და ლოცვებს აღავლენენ კოშკებს აგებენ და ტაძრებს ამაღლებენ ქართულ ჩუქურთმებით ჩემი ქართველები თავს არიზოგავენ მიწყივ ძალს იკრებენ დილას აღამებენ ღამესაც ისკრებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები თავზე არ ფიქრობენ ვის არ მასპინძლობენ წელზე ფეხს იდგამენ მაღრიბ მარშიყობენ ცეცხლთან არ შიყობენ გენთა გახელებით და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები მრევლს არ ღალატობენ დარდს არ თამაშობენ ლხინში ნავარდობენ ჭირშიც თამადობენ გულხელს არ იკრებენ ღვინოს არ იკლებენ ქვეყნებს არ იკლებენ ბოღმით ქართველები ბჭობენ კამათობენ სიტყვა შარბათობენ უცხოს უშვილ ძიროს კერას არ ანდობენ დამუნჩდებიან და ენას არ დათმობენ დაყრუნდებიან და ალგეთს არ დათმობენ დაბრმავდებიან და ჯვარზენს არ დათმობენ მიწას არ დათმობენ ზეცას არ დათმობენ თბილისს არ დათმობენ ჯილა ქართველები წყენას ივიწყებენ რწმენას იმტკიცებენ დედას იფიცებენ მამულს აღმერთებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები დიდი მადლობა ბექნუს ბატონი როინი საუბრობდა უწმინდესის და უნეტარესის გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში დაწყებული მოღვაწეობით იმ მნიშვნელოვანი არა მარტო საეკლესიო და სასულიერო ზოგადად საეკლესიო ინსტიტუციების გაძლიერებაზე რაც ასე რიგად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საეკლესიო ცხოვრების გაჯანსაღებასთან ერთად პატრიარქმა საფუძველი ჩაუყარა სინერგიული ცნობიერების, ანუ სულიერების და ინტელექტუალური მოღვაწეობის კავშირის აღდგენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია, უძველესი დროიდან, ხოლო 1991 წელს აღდგა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს იყო შედეგი, რომელიც მოჰყვა სულიერი და ინტელექტუალური ძალების გამთლიანებას, ისევე როგორც ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს გადამწყვეტი მოვლენები გადაეცეს ახალ თაობას. და გარკვეულწილად ჩვენი დღევანდელი საღამო სწორედ ამას ემსახურება და აი ამ მომენტით გვინდა გავაგრძელოთ შემდეგი გამოსვლის მოპატიჟება სცენაზე.
2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე, რომელსაც მოგვიანებით შემოუერთდება საერთაშორისო ფესტივალების, ასევე გრან-პრის მფლობელი ოთო ბაზერაშვილი. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სეკულარიზაციის მზარდი პროცესი ქართული თვითყოფადობისათვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბრძანებს, ღვთისმშობლის წილხვედრი ერის დანიშნულებაა ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების სულიერებისა და ინტელექტის კავშირის რღვევის ჟამს შეინარჩუნოს სინერგიული ცნობიერება და ცხოვრების წესი. და ალბათ ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილის აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება ამ მიზნის გარშემო ქართველი ერის შემოკრებისა და გაერთიანებისა.
გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს და ეს გაერთიანება გადავცეთ მათ, ვინც ჩვენთან ახლოს არიან. და ვაკეთოთ ის, რაც გვაერთიანებს. და ახლა კი ნამდვილად უნდა მოვიწვიოთ ოთო ბაზერაშვილი. გთხოვთ ოთო. სიყვარულის სარეცელზე შექმნა განგება და საწნოება დაგვანათლა არც დაგამრიგე ჩვენ ვაშენებდით პანასარს გელად სიღალთოს დავმაღდებოდით ნიკოპსიდან და რუბანდამდე საქართველო ოქროსფერი ხარ საოცრება და პური შენი არსობის არის ფულბი საქართველო მოქართულო მისევ ძარღვებში დაიწურება საფრთხო ქვებში ალადა გვაერთიანებს ამ სახელწოდების საიუბილეო საღამოებისა და ღონისძიებების, ასევე შეხვედრების ციკლის მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს და გააცნობიეროს ამ თარიღის მნიშვნელობა, ასევე იგრძნოს პირადი პასუხისმგებლობა. დასახული მიზნის სრულყოფილად განხორციელებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ამ ღონისძიებებზე დასწრება. და ალბათ დასწრებაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს გარემოცვაში, იმ ატმოსფეროში, იმ სოციუმში, სადაც ჩვენ ტრიალებთ, სულ ვისაუბროთ ამ თარიღზე, მის აღნიშვნაზე. ეს ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე იმ წარსულს, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და რომელზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალი უფრო ღირებული იყოს და ამიტომ ალბათ ეს პირობა თითოეული ჩვენთაგანისთვის პასუხისმგებლობაა, რომ ვისაუბროთ იმაზე, რაც უმთავრესი და ღირებულია. რა თქმა უნდა, და ამ თარიღის აღნიშვნაში გამოვლენილი ერთსულოვნება საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს ჩვენს საზოგადოებას და დიდად შეეწევა ქვეყნის სტაბილურობას და შემდგომ განვითარებას. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი რაღაცნაირი გაერთიანება, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემს, რომ ჩვენი ერთიანობით ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენოთ და სწორი მიმართულებით წავიდეს და ალბათ ერთიანობა ეს სიტყვა არის გამსაზღვრელი თითოეული ჩვენთაგანის მომავლისა. და რა თქმა უნდა, ღვთისშეწევნით ეს ერთიანობა აუცილებლად იქნება ჩვენში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და სცენას ახლა უთმობ ანსამბლ შვიდკაცას და დღევანდელი საღამოს ერთ-ერთ სულის ჩამდგმელს არაჩვეულებრივ ნატო მედონიძეს. ამასობაში 8 კაცას.
დიდი მადლობა ნატოს. შვიდკაცას ვთხოვთ, რომ ცოტა ხანი დარჩეს, უბრალოდ ცოტა მივიწიოთ, რომ ახლა ბატონი ლაშა თაბუკაშვილის ვიდეო მიმართვას უნდა მოусმინოთ. ძალიან არ მინდა ვიყო ზედმეტად პათეტიური, მაგრამ ქრისტიანობა აღმოჩნდა ქართული სულისთვის. ყველაზე დიდი, გინდათ კულტურულად, გინდათ მეომრულად, გნებავთ რაინდულად, გნებავთ ყველანაირად აღმოჩნდა ყველაზე უფრო შესაძლოა. ქართველისთვის ქრისტიანობა არის უპირველესი და ვინც ამას ებრძვის. არ არის სწორი. თანაც იცით რა მომწონს ამ სიტუაციაში, რომ ეს ინიციატივა არ იყო არც საპატრიარქოდან, არც ხელისუფლებიდან, არც რაღაც ინსტიტუციებიდან. ეს იყო ქართული ინტელიგენციის რაღაც ჯგუფის მიმართვა, რომ ეს აღნიშნოთ რა. ამას დიდი აღსანიში შეიძლება რამე იყოს. ძირი და ძირი არის, რომ ქრისტიანულ კულტურაზე არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ მივიღეთ. კლავებში და მკერდზე და გულში და
ყველანაირი გზნობით მარტო ღვთისმშობლის დაცულობით ეთქვა აქამდე მარტო კარგი ხმლის კნევა მარტო ელასტიურობა მარტო უამრავი რაღაც შეიძლება ჩამოთვალო ის რაღაც ქართული მამაჩემს უყვარდა ხოლმე თქვა ის რაღაც ქართული რომელიც იყო თილის მასავით რომელიც ღონიერი იყო ის რაც გვაერთიანებს ეს სათაური მე მგონი ყველაზე მეტად ეხება სწორედ ამათაშვიდას წელს მეტი გვაგმეტი რო გვიყვარდეს ერთმანეთი ვიდრე ეს გაუჩაებელი ის იყოს ანგარიშწორება თუ კი გამთელენება გვინდა სხვისი განკითხვით ან თაობების ერთმანეთზე შუბლით შეჯახებით არაფერი არ გამო დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და ალბათ მნიშვნელოვანია ის რაც ჩვენ არაერთგზის უკვე გავაჟღერეთ ვიფიქროთ ჩვენს ყოფაზე ვიფიქროთ იმ თარიღებზე რომლითაც ჩვენს გარემოცვას უნდა უთხრათ იმ არსზე რასაც ჩვენი სარწმუნოება ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაკისრებს საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით და გიტოვებთ შვიდკაცას მადლობა ნახვამდის Bro